16-17 ივლისს ბათუმის ქვიშის სპორტულ მოედანზე ქვიშის ჭიდაობაში მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირში, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება, მონაწილეობას მიიღებს 11 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, შეერთებული შტატების, ნორვეგიის, ესტონეთის, უნგრეთის, უკრაინის, შვედეთის, თურქეთის, ყაზახეთისა და ინდოეთის ნაკრებები გამოვლენ. ჩემპიონატში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ნაკრებმაც. ტურნირი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის 4-4 წონით კატეგორიაში გაიმართება. შაბათ-კვირას 17 საათზე წინასწარი ორთა ბრძოლები დაიწყება, საღამოს კი ფინალური შეხვედრები გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატია და მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან ბევრი მსოფლიოს ქვეყანა ჩამოდის და მნიშვნელოვანი ქვეყნები. ეს ერთგვარად ჩვენი საყვარელი ქალაქის ბათუმის რეკლამა არის მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა თან მithumetes ისეთი სახეობა არის, ახალია, მაგრამ ძალიან სახალისო და კარგი საყურებელი. საქართველოში ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაივლის, რადგან ბათუმში ამისათვის ყველა პირობაა შექმნილი. მაყურებელი დაუვიწყარ სანახაობას იხილავს. იმედი მაქვს, მომავალში თქვენი ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძელი იქნება. მე მინდა ყველა ბათუმში ჩამოსულ სტუმარს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაესწრება ლამაზ ღონისძიებას, უსურვო რომ მოვიდეს ქვიშის სტადიონზე, გაერთოს ის სიამოვნოს და მიიღოს უდიდესი სიამოვნება მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებით.